დღეს ხალხს მოაწყო ხალხზე იმანიპულირე აი ხუმრობა სად არის ხუმრობა სად ხუმრობთ ეს მომენტალურად გაქრა რა საწოვიდა ბიჭო ანუ ვიღაცამ ჩემი საგულშემატკივრო ჩათი გააურე გავუშვირო ხელი არა ეგ არ მოხდება იმიტომ შენი თავ რატო გაგიუქმეს ჩათი აუთსაიდერების ღამის წინ მითხარი მერთო აი ყველაფერი გადაგვთ თავის თემაზე დავით მე თუ შეურაცხყოფის მოყენება მომინდება პირდაპირ მოგაყენებ აი ეს სიტუაცია გელი ოღონდ სურის კავშირი დაფარული გაქრავ ეხა მირეკავენ აღარ არისო საღოლ აი საღოლ თქვენ გავითენდა აუთსაიდერობის დილა მეგობრებო მაგრამ რო გითხრათ რომ გაკვირვებულები ვართ არა იმიტომ რომ ველოდით რომ ნახევარ ფინალის და ფინალის წინ ჩვენ დაგეგმილად დაგვსვავდნენ სკამზე რომ ჩვენი გულშემატკივარი ასე ვთქვათ წელში გაეწყვიტათ და ის იმედებიც ალბათ ჰქონდათ რომ იქნებ რამე და გავვარდეთ რა იცი რა ხდება აქეთ-იქით გვერდს გვიმშვენებენ დავითი და ლაშა და ჩვენ გასაწეწი აუთსაიდერები მთელი ჰაუსის მონაწილეები ამხედრებულები არიან ჩვენს წინააღმდეგ და ყველანაირად უსმევენ ხაზს რომ ჩვენ რაღაცნაირები ვართ ისეთები ასეთები ხო ანუ ყველანაირად ხაზს უსმევენ და რაღაც უცნაურ ნარატივებს ავრცელებენ მაყურებელში რომ მაყურებელი ჩვენს მაყურებელმა ზურგი შემოგვაქციოს გარედან რა ხდება ხალხო ანუ უამრავი ფეიქი ინფორმაცია ეს მართლა ჩემი გულის ტკივილია ბავშვებო ანუ ყველა თითოეული თქვენგანი ამას რომ შეხვდეთ აი ვერ აიტან საუბარი არის იმაზე რომ ჩვენი ფოტოებით ჩვენი საადმინოს ფოტოებით შექმნეს ჩათები ფეიქ ჩათები გააკეთეს ვითომ ეკრანის ისე რა ქვია ჩანაწერი და ეს ამას ავრცელებენ როგორ ვითომ ჩვენ ვსაუბრობთ მონაწილეებზე დავითზე იყო შეურაცხყოფა ეხა დავითზე რა იყო არ ვიცი ზუსტად რა იყო მაგრამ ანუ ხმის ლიდერი რო გახდაო ანუ ნუ მოკლედ ანუ რაღაც აბდაუბდა შეჩეული ვარ უკვე რადგან ვერავინ ვიცი დავით მე თუ შეურაცხყოფის მოყენება მომინდება პირდაპირ მოგაყენებ რეალურად ჩათი არის სკრინები არის თინათინის ვოისი არის ყველაფერი ჩანს იქ შეიძლება ვთქვათ რომ ჩვენ ეს პროექტი უკვე მოვიგეთ მე მაქვს ჩათი ახლა რაღაცა და ჩვეულებრივ შემიძლია კონკრეტულად ჩემი მონაწერები თუნდაც წავშალო იმ ჩატში ხო მაგრამ ტელეფონი გავუკეთო და აღარ იქნება ეს მონაწერები ანუ მაჩვენე მონაწერები შენს ტელეფონში აი რა ერთ შენ ამტკიცებ მე არ ვამტკიცებ მე ფაქტი არის ჩემთვის არა არ მithყავს არ ვეგითხარი ჩვენ საუბრობთ არა მაინტერესებს რომ შენ იძახი რომ წაში ტელეფონი თო რა შესაძლებელია ყველაფერი რანაირად ტელეფონები ხელში არ გქონდა იმის მერე რაც გავიგეთ რომ თურმე რაღაც სკრინები და ჩათები ვითომ არსებობს ტელეფონი არც გქონია რომ ან მაგალითად დაგვემალა ჩვენი ასე ვთქვათ შეცდომები დაუშვათ ხო ან მაგალითად რაღაც წაგვეშალა ანუ ფიზიკურად ტელეფონებთან წდომაც კი არ გქონია გოგო მაწყობსი არ არის პროსტა თვალებს ვერ ავიხვევ რაღაც სიტუაციებზე რაც არის შესაძლებელი ანუ მადლობა ძალიან გთხოვთ პროექტს ვემუდარებით პროსტა ანუ აი ძალიან გთხოვთ არც კი შევეხებით ტელეფონს უბრალოდ გადავცემთ ყველა მონაწილეს რომ უბრალოდ ასკროლონ მე არ ვიცი მე ბევრი რამე ვნახე რაც აზარზეც ამბობდით რომ არ გჩვევიათ მაგრამ ჩემი თვალით ვნახეა მაგალითად აღარ მინდა მაგალითად მე რაც გამიკეთეთ ეგ რა გაგიკეთეთ ყველაფერი რაც გამიკეთეთ თავიდან იწყება ყველაფერი აი პროსტა ლელო ადამიანურად ჩვენი მეგობრობის ხათრით გთხოვ ყველაფერი შეიძლება იმის ხათრით რაც ჩვენს შორის იყო შენ ძალიან კარგად იცი რომ ეს არის ცილის ჩვენი მეგობრები მე არაფერი არ ვიცი რანაირად ვიცი ადამიანები თავი როგორ დავდო მაგაზე ანუ მაწვევით ეხა ანუ ანათაც მაშავე აი ჩვენებრივად ეხა მაშავებენ ჩვენი მეგობრობის ხათრით სად იყო ჩვენი მეგობრობის ხათრით რომ გეხვეწებოდით გაჩერდით და ნუ მაშავებთ თქო სად იყო ჩვენი მეგობრობა მაშინ აგეთ მით ბევრი რამე შეიძლება ვთქვათ და მე ვთქვა რომ ვაიმე მე ეს არ გამიგეთებია და ასე შემდეგ უკვე როცა მიხვდები რომ ყველაფერი საჯაროდ გამოდის
რა თქმა უნდა მე უკვე ამას არ აღიარებ. მე უბრალოდ გთხოვ რომ აიღო ჩვენი ტელეფონი და ასკროლ. მე არ მინდა არაფერი, რა თქმა უნდა ასკროლ, იმიტომ რომ ბევრი რამე არსებობს. თინათი, შენ 5 წუთში შეგიძლიათ წაშალო ის მონაწერი. რომელ 5 წუთში? ანუ მოკლედზე კი არა კონკრეტულად. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ეგ ასეთი რამე გააკეთო. აი მადლობა. არა, გთხოვ რა, ანუ იმიტომ რომ მე გასამალე. აი უყურე, ეს არის მესენჯერი, ხო იცი? ხო. დავაჭიროს მესენჯერს. ესეც ჩვენი ჩათები უყურე. აქ არის ჩათი, ადმინები. ანუ სულ ეს არის, აი ჩვენი ჩათები უყურე. ერთი საადმინო და ადმინები, ანუ ორი. სრულიად შეგიძლია ასკროლო და დაათვალიერო რა ხდება ამ ჩათში. შეიძლება არც არის ამათი ჩათი, შეიძლება არის. ყველაფერს ვუშვებ მე. ხმა თინათინის იყო იმ ჩათში. ყოველ შემთხვევაში voice. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის და ასევე იქ იყო voice-ები, როგორც გახსოვს, გაგზავნილი voice-ები. მე ეგრე გამართულად არც კი ვწერ. აუ ის მე იმ ვიდეოს ჩართვა მინდა TikTok-ს ხანდახან სიტყვებიც კი მეშლება და არ ვიცვა პუნქტუაციას. იდე შემეშალა, მე კაი უდამწინია. შევდივარ ამ ჩატში და ის ანუ მე ამ ჩატში ვარ სხვა აკაუნტიდან. ჩემი რეალური აკაუნტიდან, ანუ მაგ მუზა აკაუნტი და დიანა მუზაშვილი ეს ჩემი ანუ უბრალო გვერდი. ამ საადმინოში ეგ გვერდი არც კი არის. არც ერთ საადმინოში ყურე. აი არ არის. ის გვერდი რომლიდანაც ვითომ, იმიტომ რომ იმ ადამიანებს არ ქონდათ ინფორმაცია, რომ მე ამ საადმინო ჩათებში ვარ სხვა აკაუნტიდან. მაგაზე ინფორმაცია არ ქონდათ და შექმნეს ჩემი ფოტოთი აკაუნტი და მაგით გააყალბეს ჩვენი მიწერ-მოწერა. თუმცა ამ საადმინოებში მე არც კი ვარ ჩემი ფოტოთი ხარკო და აი ლაშა მე აიხლა დაინახა, იმიტომ რომ არ არის დიანა მუზაშვილი საადმინო ჩატში. ანუ მე ახლა ამ ეტაპზე ვნახე ჩათები, სადაც ორი მუზა არაფერს არ წერენ ძირითადად. უყურე ლოგიკურად ხას გაუსმევ იმას, რომ რამე სხვა რაღაც მაინც ხო უნდა გეწეროს თუ ამას წაშლი. და მგონია რომ კი, ჩვენ ხوار შეგვიძლია ყველა SMS-ი ჩვენი წავშალოთ. ანუ მაგას ვამბობ. აქ ყოველ შემთხვევაში ესე არის. მესმის რომ ერთი SMS-ის წაშლა მარტივია, ორის, მაგრამ აი ყველანდა საუბრები რო წაშალო, ესე ძალიან რთულია. შესაბამისად, ბოდიშის მოხდით. მადლობა ლაშა. ანუ არ არის არც ერთი SMS-ი და ეხლა არ მინდა ვიმსეგონოს რაღაც. როგორ დაემთხვა იმას, რომ ჩვენ ვართ აუთსაიდერები და აუთსაიდერობის წინა ღამეს ეს ყველაფერი ბუმერანგია, ეგ ბუმერანგი ძალიან მართალია, ლელუ, ეს არის ბუმერანგი და იმედია, რომ იმ ადამიანს მიუბრუნდება, ვინც ეს გააკეთა და ჩემი აზრით ადამიანი, რომელიც სხვას აი ესე მიზანმიმართულად ვნებს, არ ასე ვთქვათ, არ იქნება გახარებული და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენმა ოპონენტმა გამოხატა თავის რეალური აზრი და აქ მაინც არ იყო მიკერძოებული, ამაზე ძალიან დიდი მადლობა. მე პირველად მაქვს მეგობრებო ეს პატივი, რომ მუზემა მადლობა გადამიხადეს და რატო ხაჭაპურებზე ყოველთვის გიგი. ხაჭაპური აღარ ვახსენოს ძალიან გთხოვ არ მინდა ხაჭაპური. და კომპლიმენტებს რო გვეუბნებოდი, მაშინაც გიხდიდით. ჩანს რომ ლელოს არ უხარია რომ ლაშამ ამ შემთხვევაში გამოხატა თავის რეალური აზრი, ანუ ყველანაირად იმ მიმართულებას აძლევდა, რომ არა, ჩვენ რაღაცა წავშალეთ და აი ესე იმას შვებოდა რა. გავგიშდი. ანუ ესეთი რაღაცა როგორ შეიძლება? ესეთი რაღაცა როგორ შეიძლება? ესეთი რაღაცა როგორ შეიძლება, რომ ადამიანს სამარე გაუთხარო და მიწა მიაყარო? ფაქტის. რა არაფერი. არაფერი ამჭეს მოცვა. საერთოდ SMS-ებიც არ აქვს გაგზავნილი ჩატში. ასე რომ მე რა ვიზავერფერს თავს ვიყავ, იმიტომ რომ 1000 რამე არსებობს და აი გითხრა საბამისად არც იმაზე ვდებ თავს, რომ მათი ჩათია, თუმცა თავს იმაზეც ვერ დავდებ, რომ ეს მათი ჩათი არ არის, იმიტომ რომ მე მოვისმინე თინათინის voice მაგ ჩათში და screen-ში. ანუ მე მესმის ახლა შენი ეგ ანუ ხახო, მე ვერავეზე თავს ვერ დავდებ. მაგრამ ნუ ახლა რა ვიცი რა მე ახლა ეგეთი რამე რომ აი მე თან ვიცი პრობლემა იყო რაღაცები რო ქონდათ მათ ადმინებს
ჩატში ჩართულები იყვნენ, მე როგორც ვიცი ძალიან. რანაირად შეიძლება მთელ შტატში ერთი SMS არ ქონდეს. შენი აზრზე ხარ, მე ჩემაზე ვარ. ის ჩემი აზრი ლოგიკური არის თუ არა? არის ლოგიკური შენი აზრი, მაგრამ ზუსტად სწორედ დაფიქსირებ შენას, არც იმას ვიძახი და არც ამას ვიძახი. არ ვიცი, ეს დავაბრალო იმას, რომ უბრალოდ ამ მომენტში თავს იკავებს, რადგან აუთსაიდერია და არ უნდა რომ მასზე ჰეითი იყოს, თუ მართლა ასე ფიქრობ. დღეს ვეწვიეთ ასტრა პარკს თბილისში, რადგან ცოტა განვიმუხტოთ, უარყოფით იაურისგან დავიცალოთ და გავმხიარულდეთ და გავეთ. აბა ნახოთ ერთი რა შეუძლია. მოდი პირველი პატარებისა. არა, ჯერ შენ მინდა რომ და არ განახო ნამდვილი. აი, სიძლიერე რა. დავაჩვენებ, აი. 141 ჩემო მეგობრებო. ვა, ორით მაჯობა. ბიჭო, რა, ყველაფერში როგორ შეიძლება გაჯობო. ავიდა აბალელო. Yes, ერთი გოლი ლევუ. ორი გოლი ლევუ. უნდა ჩავაგდო ეს მონეტა. აბა წავიდა. ხაცას დავეჯახე მე მგონი. გოგოებო, რა შვებით, მოტოებზე კატაო. არა, შენ ნერვებზე. ეს შენი ნერვები ხო ამარ არის ჩავა. გოგო უნდა წავიყვანო. ვაი, მე არ ჩამომაგდო. რა ხდება? აი მე ცოტა ნელა შემცივდა. ბიჭო, დიდი პასუხისგებლობა მყიდია ზურგზე, ეხლა ვერ ხედავ. ამას რამე რომ დავუწევს თინათინი უეჭველი გამწირავს, რაო. რა წირავ კი არა, აი მე ცოტა ნელა მე შინია მოიჩი. აი მე ჩიეთი რა ხდება? ბიჭო, რამე ხო არ გერევა, ბიჭო, აუსის გოგოებს რანაირად გქებს. აი მე რა ჯაბაღრა ბები. დღეს ნახავთ ამათ წამებებს. აი, აქ ნამდვილად არ იქნება დაგობა. ჯავახას ბაქიაობამ დავყვა. მინდა ვიხვიო ბორბალზე. მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან მარტივი წესები გვაქვს. მწვანე პედალი არის გაზი, წითელი არის მუხრუჭი. 8 წუთი გაქვთ დრო, 8 წუთში დაახლოებით 12-დან 15 წლამდე ასწრებთ. სიარული არის დროში, ყველა კარტინგს აქვს სენსორი და თქვენ დროს გითხრით, ვინც ყველაზე კარგად და სწრაფად მოარტყობს დღეს, ის იქნება პირველ ადგილზე და ასე მიყვება თანმიმდევრობა. პირველი, მეორე, მესამე ადგილი გამოვლინდება, ყველაზე საუკეთესო დროები ვისაც ექნება. წარმატებები და ფრთხილადია. დიანა, ეხლა შეგიძლია ჩაიჭირო ბოლომდე. აღარ წასწაული, ოღონდ ვარ ძალიან ასწორებს დედასკიცავარ. ხედავ ადამიანს, უნდა დაატორნუსო. მე რო ვატარებ, ეგრე ვერავინ ვერ ატარებს რა. მეგობრებო, კაირგოლა იყო, შეგიძლიათ ამოხვიდეთ, გადავინათლოთ დაჯილდოების ოთახში და იქ გავიგეთ ვინ რომელ ადგილზე გავიდა. დიანამ და თინათინმა აქაც ხელი შემიშალეს. ვერ აი ესე მებლანდებოდნენ ბორბლებში და ვერაფრით ვერ გავახწიე რა.
მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის ასტროპარკში, ჩემო მეგობრებო. არაჩვეულებრივი ბოლო ქონდა ნამდვილად. მართლაც ძალიან კარგი ბოლო ქონდა. თან ჩვენი ტრასა არის ძალიან რთული და შესაბამისად ძალიან კარგი შედეგები გქონდა. კარგი, შეგვიძლია მივულოცოთ მესამე, მეორე და პირველ ადგილოსებს. რადიკულტივი ადგილები და აპლოდისმენტები თუ შეიძლება მათ. რატო? აღარ მოდის. თებში მაგ გასარეთ. აი ნუ რაღაცა ისევ გააფუჭე. არა, თვითონ გაიჭე და გამაშავეთ მიდი ამის გამოც ახლა. და რამენერად რომ დავრეკო თუ შეგვიძლია სადმე რა. აი მე ძალიან დიდი მადლობა თუ შემომიტანთ უღრმეს მადლობას გადაგიხდით. ბიჭებო, გავარკვიე ნომერი Santex სერვისი, ესე იგი. მოდიან და ყველაფერს აკეთებენ ხარისხიანად. მოდი დავრეკოთ ახლა. მე დიდათ გვიშვებოთ რა. და რაღაცნაირად იქნება მართლა მოგვიბარონ ეს პრობლემა. ალო, გამარჯობა. დიახ, სწორად ვეკავ ხო Santex სერვისი. დიახ, რა თქმა უნდა, ანუ გაგვეჭედა ნიჟარაში წყალი და რამენერად თუ შეგიძლიათ რომ ეს პრობლემა მოგვიბაროთ, თან ძალიან გვეჩქარება, იმიტომ რომ გასარეთ გვაქვს ჭურჭელი. კარგი, გელოდებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გამარჯობა. ესე იგი, როგორც დაგვპირდით, ეგრე მალე მოხვედით. ჩვენ ვართ კომპანია Santex სერვისის წარმომადგენლები, მოვედით რომ თქვენი პრობლემა სწრაფად და მარტივად მოვაგვაროთ. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენი სერვისების და ჩვენი კომპანიის შესახებ რამოდენიმე სიტყვით გაგაცნობთ. ჩვენ გვაქვს უახლესი ტექნიკა, თავიდან ბოლომდე ყველანაირად სპეცტექნიკით მუშაობთ. აი ხა თქვენს პრობლემასაც რო ვნახავთ, პირობითად მოვაგვარებთ ამ პრობლემას, მე შეგვიძლია ვიდეო თვალის მეშვეობით ეს ყველაფერი ჩვენი ჩატარებული სამუშაოები გადავამოწმოთ. 2007 წლიდან ბაზარზე ოპერირებთ, როგორც თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე გვაქვს ფილიალები ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში. მთლიანი დასავლეთ საქართველო ვაკონტროლებთ. თუმცა უახლოესი გეგმა გვაქვს, რომ კახეთის მიმართულებითაც ერთი სერვის ცენტრი გავხსნათ. ახლა შევიქნა ონკანის პრობლემა გვაქვს ამჟამად. აი აქ წავგზავნახეთ თუ შეიძლება. ონკანი არის სამწუხაროდ გაგვეჭედა, არ ვიცი რატომღაც. ბიჭებმა ვერ გაარკვიეს რა ხდებოდა. ვერაფერი ვერ ქნეს, იქნებ თქვენ მაინც დაგვეხმაროთ. გამოსახება. ხო, ვინაიდან გაჭედილია ახლა ეს თქვენი ნიჟარა ელექტროტროსის მეშვეობით ბიჭები შეეცდებიან რომ ეს პრობლემა მოვაგვარონ, გახსნან და შემდგომში მე იგივე ქსელს ჩვენ ჩატარებულ სამუშაოებს გადავამოწმებთ ვიდეო თვალის მეშვეობით, რომ იქ რაიმე მილში არ იყოს რამე დარჩენილია აუცილებლად და დამატებითი დისკომფორტი არ გაგიჩნდება. ვაუ. ქსელი გაწმენდილია, გადამოწმებულია თქვენს დამეთანხმებით, რომ სუფთა ქსელი შეგვიძლიათ გააგრძელოთ მშვიდად ცხოვრება. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ყველაფერი იდეალურად მოგვარით და ახლა მე მაქვს პრობლემა როგორ იცით, ანუ აბაზანაში მისვლდება კედელი, ოღონდ არ ვიცი საიდან და რანაირად და ამის გარკვევას თუ შეგიძლიათ. ეს კი აი აქედან არ ვიცი რატომ და როგორ, მაგრამ გაზდის წყალი და ყოველდღე მიწევს ამის მოწმენა და ამის დადგენას თუ შეგიძლიათ, მართლა არ ვიცი. ზუსტად მაგიტომ ვართ ჯავახ მოსულები და ეხლა აუცილებლად დავსვათ წერტი და ვიტყვი რა მეთოდით ხდება ამ ფარული დაზიანების მოძებნა. ეს არის უახლესი აპარატი, აკუსტიკური აპარატია, ხმის მეშვეობით ხდება კონკრეტული წერტილის დადგენა. დანარჩენს პრაქტიკაში განახევთ. ესე იგი, ბევრი გრევის და რაღაცების გარეშე, აი ესე მარტივად ხმის საშუალებით აღმოფხვრით პრობლემა, მოვლენ და უკვე ყველაფერს. როგორც გითხარით, ჩვენთვის ყველაფერი მარტივია, ჩვენი კომპანიისთვის. წარმატებებს გისურვებთ, გულშემატკივრობთ უკლები ყველას. ნახავთ, მადლობის მეტი დაგვიხსნას. აბა, ნახავთ ჩვენს კომპანიას. გაიხარ. აჰა, გამოჩნდება ვიშეც. ყველაფერი ძალიან დიდი ფული. გაიცი, მე ვინ მყავს? მე მანდ მაინც რა ხარ ამბობ? არაფერს, მე არავინ გამყავდი. მე გამომიგდო. გუშინდელი გადაცემა გახსოვთ ალბათ ლაშარო იძახის ესეთ სიტყვებს, რომ შენ თუ იმ ვიდეოს მანახებ, სადაც მე ვიძახი ამ სიტყვებს, რომ მე ბევრი ფული მაქვსო, მაშინ ეგრევე პარასკევს ავდგები ლაივიდან და წავალ. ექსტრიმი შენ ამოჭერი მე რომ ვიძახი რომ ფულიანი ვარ და ლაივზე მომიტანი და ავდგები ულაპარაკოთ და გავალ ლაივიდან. გაწყობთ, მოდი ხელი ჩავმართო. იმედი ბევრი ფული მაქვს ესე იგი არ გიქოს. მოდი, აჰა.
დღეს ჩემი მეგობარი მიგდებს ვიდეოს, სადაც ლაშა იძახის ესეთ სიტყვებს, რომ ფული მააქვსო. მოიცა ლაშა, ეს რა ვიდეოა შემოძმაო 2 წუთი? და რამდენი არიან? ლელო, დავითი და მუზელი. გუში მე და შენ რაზე გქონდა საუბარი ლაშა? ერთი წამი და მე რომ მითხრა. მოგითხარი ვიდეოს განახებ თქო. მე სადაც გეუბნები ფუ. აი ჩამიგდეს. აი უყურე ახლა. შეხედე. გუშინ ანუ შენ აი ესე ადექი ხალხს მოვატყუე, ხალხზე манипуляция გააკეთე. ანუ მოკლედ იმ манипуляტორე და გუშინ არის ძახი ეგეთი რაღაც არ მithქვამსო ვაფშეო? რა, ბიჭო. რა, მოусმინე რა. არა მე არავინ არ მიყავდი. დედა მომიყვეს და ვისი სასტა ვისი ამბობ დათო შეეწირაო. ამო აჰა გამოჩდება ვინ შეეწირა. მაგრამ ძალიან დიდი ფული. მაგრამ მე ძალიან დიდი ფული მაქვს არ იძახი ამას. გადაობა არის და კითხე ბავშვებს როგორ. გადაობა არის. მორჩი ახლა. ანუ რაღაცენჯერ უნდა თქვა ეს სიტყვები მითხარი. გადაობდი ბიჭო და იციან ბავშვებმა. ეს სიტყვებიო არ მithქვა. შენთან თქვი, შენთან თქვი, გეკითხე. ჯავა, შენ ხარ უბრალოდ რაღაცნაირად სუსტი პროვოკატორი კაცი, რომელმაც ოღონდ რაღაცა გაიგოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ხუმრობით თუ რა. აი ესე მოდიხარ პირდაპირ პროვოკაციებზე. თუ მანახებ, აი ესე მე უნდა პარასკევს აი ესე ავდებიო ლაივიდან. დაიცა. ო, კამერაც მოვიდა. აი რა ხდება? ლაშა. მან არის გადაობა. ხალხს მოატყუე. ხალხზე იმანიპულირე. გუშინ მეუბნებოდი, ხელი ჩამომართვიო, ეხლაო, მოდიო, შენო. ეგეთი რამე არ მithქოს, თუ ეგეთი რაღაც თქვი, პარასკევს ავდგებიო. ლაივიდან უნდა წავლო, არ მithქოსო, მე ეგეთი რაღაცა. შენთან მისაუბრია სერიოზულ თემაზე. ნახო და ლაშა პარასკევს ადგება და გავა თავის ფეხით. თუ არა, ისევ თავის სიტყვებს შეეწინააღმდეგება. ეგ იყო გადაობა და იქ იყო ნახევინები. ის გადაობა იყო, აქ რო იძახდი, რომ it's okay, ერთ სახს იმასო ჩავდები, it's okay-ო. კაი, მაგ. აი, შენ მე არ მithქვამსო, ეგეთი სიტყვებიო, არასდროსო, რომ მეო ბევრი ფული მაქვსო, სადაც გინდა, როგორც გინდა, ისე გადაჭრიკეო. დედა მომიკვეს, მე არავინ არ მქონდა. მე კრავო. რანაირად არის ეს ყველაფერი გადაობა, როცა მანამდე დედას იფიცები, აი მითხარი. ეხლა მე მაქვს აი ამ ადამიანებთან საქმე, იმიტომ რომ 2 დღეა მიდის აი ამ ყველაფრის განხილვა და აი ეს ადამიანები რომ იქ იდგნენ, ხმა რა მოუღიათ აბსოლუტურად, იმიტომ რომ შეიძლება აწყვეტოს ყველაფერი. მიკერძოებულა. ეხლა მივიდა ერთი ვანახებ. არ მაქვს ბევრი ფული ხო ვიმტკიცებ და თქვენ ხმა რატო არ ამოიგეთ რომ ეგეთი რაღაცა თქვენთან აქ ნათქვა. მინდა ჩემო უსაყვარლესო მაყურებლო შეგახსენოთ ის ფაქტი რომ ეს ყველაფერი მოხდა 3 კვირის წინ როდესაც მუზები იყვნენ ბოსები და დათო დასვეს აუტსაიდერის სკამზე. ხარ ვიცი ეხლა სიტყვა ყველაფერი როგორ მახსოვს. აქ ვინების ხეცხა დავით თუ შეგილია რომ მოხვიდე რა. რა ხდება? აქ ვინების ხეცხა. რა მანა აბა. შენ რა იცი მე ვინ მყავს? ანუ შენ სპიკერები გყავს. შენ რა მე მანდა მაინც რა ხან ანუ არაფერი მე არავინ არ მყავს დედა მომიყვეს ანუ ისე სასტა ვისი ამბობთო დათო შეეწირაო ამო აჰა გამოჩნდება ვინ შეეწირა მაგრამ მე ძალიან დიდი ფული მაქვს აკენი აბა რა ხდება აი ხუმრობა სად არის ხუმრობ სად ხუმრობ ეს მაინც უკვე შენ მითხარი რატო არ გასწავლე ერთი წამი რომ არ მიმიქცევი ყურადღება არ მიმიქცევი ყურადღება არჩენ გასაგები არა უყურე ჩვენ არ გვახსოვს ჩემი აზრით უბრალოდ კი არ დაავიწყდათ ზოგ-ზოგიერთი ადამიანები არიან მიკერძოებულები ამ შემთხვევაში და შეიძლება ზოგ-ზოგიერთი ადამიანებს არ აწყობდათ რომ მე დამთანხმებოდნენ შენ სიტყვებს გუში შეეწინააღმდეგე თვითონ ეხლა რომ ვიდეო გადახე არ იცი სად გაძრე მარცხნ შუაში თუ ზე ნამდვილად არის სიტყვები ეგეთი ნათქვამი კი არის გეთანხმები ძმაო ნათქვამია რა არის ნათქვამია ეგ სიტყვები ხო არა ეხლა ვიდეო ვნახე ძმაო და ვერ და ამაზე ვერ ვიტყვი ისეთ რაღაცას რა ვერ შოქში ვარ ესე იგი მიერეკავს ჩემი ძმაკაცი და მეუბნება რომ შენი 1800 კაციანი ჩათი გაქრავა უნდა გითხრათ აი ეს ყველაფერი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და პროსტა გაგიჟებულები ვართ ხალხი ძმა და ბიჭო შენი საგულშემატკივრო ჩათი გუშინ საღამო საათებში წაიშალა ეს შეაგვიორტყდა ძმაო ამოდენა ხალხს ადმინებს და სულ ყველას 1800 კაციანი ჩათი ძმაო ხელებში აგვიორტყდა ძმა აი მომენტალურად გაქრა რა საწავიდა ბიჭო გამოუშვეს
რაღაცა კიბერშეტევა გამოუშვეს, რაღაცა ჰაკერის თემა იქნება რაღაცა. და კაროჩე მარტო ჩვენი კი მე მგონი მუზეუმსაც მისვენ, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ბინძური თამაშები მიდის გარეთ, ჩვენს მობას ვიცავარ და გაგიჟებული, განერვიულებული ვართ ხალხი. პირველი კვირიდან ამ დღემდე, ესე იგი ამ ჩატში აი აგურზე ვადებდით, ოღონდ მართლა. ანუ ვინ გააკეთა დავით გამირკვიე დედას გეფიცებ, აუთსაიდერად რომ მე ვჯდომ ვიყავი, ესე იგი ჩემი ჩატი აღარ იარსებებდა? არა ძმა, იმენა გავწირავდნენ ჩვეულებრივად. რაღაცა ბინძური თამაშია ძმა, ეს უცხო ამას არ იზავდე, ეს რაღაცა კაროჩე გაგიჟებული ვარ ძმაო. დედას გეფიცები, საღოლ ძმაო, აი ტაში უნდა დაუ. საღოლ, აი საღოლ თქვენ. როგორ დავიჯერე რომ აი აქ ვიღაცა რო არის მონაწილეების ვიღაცის გაკეთებული არა ეგ ყველაფერი მითხარი როგორ დავიჯერო დავით რომ ანუ მე ყველანაირად ძირს დამაყეთქონ იმიტომ რომ ნახევარფინალი მოდის და აქამდე როგორც როგორ მოვედი ეგეც მიკვირს ბიჭო ჩემი არის ეს ყველაფერი არის დადგმული რადგან მე რო დავждებოდი სკამზე ჩემი საგულშემატკივრო ჩათიდან აი ესე მობილიზება ვერ გაეკეთებინათ იმ ადამიანებს ვინც აკეთებს და იმდენი ხმები ვერ ამეღო რამდენსაც აქამდე ვიღებ ხოლმე ანუ ვიღაცამ ჩემი საგულშემატკივრო ჩათი გააუქმა რა 1800 კაციანი საგულშემატკივრო ჩათი ვიღაცამ გამიუქმა რა სიძახი ანუ პირველივე კვირიდან რომ დავიწყეთ იმის მერე რომ ემატებოდნენ და 1800 კაცი მყავდა ჩატში ეხლა გამიუქმეს ეგ ჩატი მაგას ხო მარტო ადმინ შეუძლია გააკეთოს აუთსაიდერის კამზე ჯდომილიყავი არ მექნებოდა საგულშემატკივრო ჩატი ვისაც მოუწოდებდი რომ აი გთხოვთ და მეხმარეთ ან რაღაცა მსგავს და ჩვენ რო გუშინ ფეიქ ისენი გაგურცელეს ჩათებიდან რო ვიტყობ ეხლა ეს საუბრობს თავისაზე დიანა რაღაცები განსხვავებული ჩატი აღარ მოგასწრებს კაცია უნდა იმას ქან რა არ აქვს მნიშვნელობა ანუ რა ხდება ვინ რა დღეშია რა თქმა უნდა მუზეუმმა რა უნდა გააკეთონ ამ დროს გადაფარონ ეს ყველაფერი მხოლოდ მუზეუმს აქვს აქ პრობლემა მხოლოდ მუზეუმი არიან საწყლები მხოლოდ მუზეუმს დაარტყეს უზურგში დანა რა თქმა უნდა ეს არ არის დამთხევა იმ სიტუაციასთან რაც მოხდა ჩვენს ირგვლივ. ანუ შენ უნდა მჯდარიყავი აუთსაიდერების სკამზე და უნდა გაეუქმებიდეთ იმ მომენტში ესე იგი. უყურე ჯავახ რატო გაგიუქმეს ჩათი აუთსაიდერების ღამის წინ მითხარი? მერთო, აი ესე ყველაფერი გადაგვთ თავის თემაზე რა. ანუ სხვისი გასაჭირი ჩვეულებრივად ადამიანებს არ აინტერესებთ რა. ტიპი გაგიჟებული ფერი არადებს სახეზე და ნაუ მაგრად ეხავს ეს რაღაცა. რა ეხავს? ლელო ვერ ადამიანს. გოგო რა ადამიანს მეუნებით რომ იმიტომ გაუქმეს ჩათი რომ გოგო ჩათი რომ გაუქმეს მაგაზე ვამბარიყო და გაუქმეს ჩათი. რა ჭირთ ხალხო? იმიტომ რომ არ დაემესიჯებინათ. წნარდი. მეც მინდა რომ ვინმე მყავდეს აქ მეორე ენა. გაქრა აი დედას გებიცები გაქრაო ეხა მირეკავენ აღარ არისო თემის განხილვა დაიწყო მაგრამ თუ დააკვირდებით ლელუ არის ტელეფონზე ჩართული დიასასთან და ფაქტიურად ონლაინ რეჟიმში განიხილავს მასთან ერთად მომხდარ სიტუაციას რანაირად გაქრა ეგრე აი ხო და გაქრა მაგრამ უყურე შეიძლება რავი მოისყიდეს შეიძლება ადმინი შენს TikTok გვერდზე უნდა გააკეთო ახლიდან რომ თემა მოხოდო რა რა გავაკეთო თავი ვაიმე პანიკაში ეს არის იმენა ბინძური კი არა აი როგორი რაღაცა იცი აი ბოროტება ბოღმა ყველაფერი რაც კი გაგაჩნია ესე რომ ანუ რაღაცა დაწინაურდი აი ესეთ რაღაცას აკეთებ და მოდიხარ და ანუ დება აი ვიდეო ანუ აი კი არა ჯავახ მომისმინე როგორ დამშვიდდი დავით მითხარი ძმაო ჩატი გამიუქა ოიცა ეხა შენ ახლა რაღაცა ერთი წამი იქნებ რაღაცა დაიბლოკა და უნდა აღადგინო ის ხარ ისევ შეკრიბა ძმა ერთი ანუ ამდენი ხანი ვიღაცა რანაირად იქნებოდა შენი ადმინე თუ შენი გულშემატკივარი არ არის იქნებ რაღაც დაიბლოკა და აღდგენის თემა ყველაფერი შეიძლება მოხდეს მაგრამ მოდი არ დაგვავიწყდეს რომ მოდის ფინალი
და შესაძლებელია უბრალოდ ჯავახა ამით ცდილობს манипуляციას ხალხზე, რომ აი გაუუქმდა ჩატი და აი აღარ ყავს გულშემატკივარი. ძალიან მარტივია კაცო, შეიძლება უბრალოდ დაიბლოკა და მიიწერონ უნდა. ხო და იქნებ დაიბლოკა პროსტა. როგორ უნდა დაიბლოკოს ჩატი ახლა? 1800 ყველაზე მეტ ვინმეს ერთი წამი შენ ადმინები ყავდა? როგორ არ მე იცნობ ადმინებს იცი ხო და მიუწერე ეხლა მიუწერე რა ხდება გულშემატკივრების ჩათის დაშლა ნიშნავს რომ შენ ცალი ხელით ხარ ამ შემთხვევაში ძირს გითხრია ეს არის ბინძური თამაშები ესეთ რაღაცების გაკეთება არ შეიძლება არა ადამიანობაა უდიდესი რესურსის დაკარგვა არის იმიტომ რომ ჩათი არის მობილიზაცია ყველა გულშემატკივარის და უფრო მეტი ეხლა კარგი რო არ არის ეხლა ლოგიკურია მაგრამ ეშველება რა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა არის ყველა მიცოდა რომ მეორე თუნდა დამჯდარიყავი აუთსაიდერების სკამზე და ჩვენ უნდა დამჯდარიყავით რომ გაწეწილიყო ჩვენი გულშემატკივარი რომ ანუ დახარჯულიყო, რომ წელში გაწყვეტილიყო, იმიტომ რომ წინ არის ნახევარფინალი, ფინალი და ნუ იქნებ რა იცი, რა ხდება და ბარემ იქნებ ერთ-ერთი მათგანი გავარდეს. ეს ყველაფერი აწყობს ვის აწყობს ეს ყველაფერი? აი, ჩემი აზრით ეხლა შენ რაც ილაპარაკე. მე მაინტერესებს ჯავახას აზრი, დავით, ამ შემთხვევაში. კი ბატონო, თუმცა ანუ დაგეგმას როცა ახსენე მე ვიცი შენი აზრი, დავით, შენ უკვე არაერთხელ გამოთქვი ამ თემაზე აზრი, მაგრამ ეხლა ეს ჩვენი ჯავახას ეს არის ჩვენი საერთო და მე არ მაინტერესებს. სხვადასხვა და მაინტერესებს. აუში არ მგონია სხვადასხვა დონე აქვს ეხლა. რას ფიქრობ ჯავახ? შენ გინდა რომ თქვა ეხა ერთი ადამიანის სახელი არა, მე არაფერი არ მინდა. მე მაინტერესებს ფიქრობ თუ არა ის რომ ფიქრობ ცდილობ ზუსტად. არა, მე მაინტერესებს ფიქრობ თუ არა რომ ეს არის დაგეგმილი და არ არის მოდი ეხლა ესე გეტყვი თინათინ რა ვიცი. მე ვფიქრობ. ორი წუთი. მეც ვუსვამ. პირველ რიგში იმას გეტყვი რომ თავიდანვე დავაფიქსირე ის აზრი რომ აი ამ შემთხვევას ეხლა რაც არის მე არ ვარ ის ადამიანი როგორ როტებითაც არ უნდა მომიდგნენ ანალოგიურით დაუბრუნო. ეხლა შენ რასაც ცდილობ რომ მოდიხარ და მეუბნებ ესეთ სიტყვებს რომ ვიღაცა ადამიანისკენ ორი წუთი დავთო ვიღაცა ადამიანისკენ ხელი გავიშვირო რადგან აი ეს ერთმანეთს დაემთხო და ვინ შეიძლება და გაეკეთებინა ეს ყველაფერი და ძალიან მარტივად გინდა რომ აი ეს ძალიან მარტივი ლოგიკა და შენ ცდილობ ეხლა რომ ლელუზე ხელი გავიშვირო მაგრამ ამ ყველაფერს არ გავაკეთებ. მე არ ცდილობ ლელუზე ხელი. საერთოდ ლელუზე შეიძლება ამ ყველაფერზე საერთოდ არაფერი არის. შენი საუბრიდან გამომდინარე ეგ დასკვა გამოვიდა. მე ვფიქრობ რომ შენ ბოლო სიტუაციიდან შეგეშინდა იმისი რომ დიასამ გითხრა რომ ჩვენ ვართ შენი მთავარი კონკურენტები. პარასკევის ლაივის შემდეგ ვხედავ როგორ მოდის დიასა ჯავახასთან და რაღაცას ჩასჩურჩულებს. შემდეგ ჩვენ წავედით ყველანი ერთად და ვეკითხებით ჯავახას. ჯავახ რა გითხრა დიასამ, რა გითხრა დიასამ და ჯავახა გვეუბნება იმას რომ დიასამ გითხრა რომ ჩვენ ვართ ჯავახას მთავარი კონკურენტები და არა ლელუ. ეხლა შენ ყველანაირად თვალებს ხუჭავ იმაზე, რაც ხდება. ეს ყველაფერი მე ვფიქრობ, დიასას გაკეთებულია. შენ ლელუზე, ანუ არაფერს არც იძახი და არც დიასაზე არ იცახი. ჯავახამ ეს დარიგება ძალიან ზედმიწევნით შეასრულა და მთელი კვირის განმავლობაში აღარ ეკარება ლელუს, სათოფეზეც კი. ანუ თქვენ ეხლა ეს არის ფაქტი. მე ვფიქრობ, რომ ეს გააკეთა ამ ადამიანმა. ფიქრობ და ფაქტი. და შენი მთელი ნაშრომი და ნაწვალები ჩავარდა წყალში. აი ესე ვიტყვი მე. შენ უბრალოდ შეგეშინდა იმის, რაც გითხრა დიასამ და ეხლა შენ სიმართლეს არ ამტკიცებ. აი ამას ვიტყვი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი რაც გააჩალიჩეს ჩვენს მიმართ რაც გააჩალიჩეს შენს ეს არის კონკრეტული დამთხევა და ეს ერთ ადამიანმა გააკეთა ის ვინც არის ძალიან გაიშვიროთ მაგრამ მე ხელს არავიზე არ გავიშვერ ეხლა თუ გინდათ ეხლა მაგ ადამიანზე რომ გავიშვირო ხელი არა ეგ არ მოხდება იმიტომ რომ შენი მთავარი კონკურენტები არიან ორგანიზა ძალიან ცდები ჯავახ იმიტომ რომ ჩვენ არავის არ ვაშავეთ ვინ არ ვთამაშობთ
და აი ეხლა სიტუაცია მგელი ოღონდ ცხვრის ყავში დაფარული არა ჯავ აი ეს ხარ მე შეიძლება ვარ მგელი მაგრამ არანაირ ყავში არ ვარ დაფარული რასაც აკეთებ შენ ანუ ის კი არ ხარ რომ ძალიან გულახდილი მოთამაშე კი არ ხარ შენ უბრალოდ ძალიან კარგი მოთამაშე უბრალოდ ჩვენ ვიძახით ძალიან კარგი მოთამაშე ნუ გეშინია ვიცი უნდა მეშინო შეგეშინდა ესე იგი ისეთი რაღაცა გაჟღერდა ის რომ ლაივზე თქვენ გქონდათ გადაჩურჩულება ეგ არა მარტო ჩვენ დავინახეთ ეგ დაინახა მთელმა მაყურებელმა და სულ დადის და დაგულაობს მთელ საქართველოში და აი ეხლა ამ სიტუაციაში მე რასაც ვხედავ გაახილე შენ ხომ მეუნებ თვალები გაახილე თვალები და ისაუბრე რომ შენ რა შენია შენი ვარ ვიშლები ბოლომდე არანაირი ის ძალიან გულახდილი გოგოები კი არ ყოფილხარ თქვენ ყოფილხართ უბრალოდ ძალიან კარგი მოთამაშეები და ეხლა როგორ შემოხვედით და როგორ გაწყობდათ მომისმინე როგორ არ ვიცი რომ ისაუბრეთ და მაგით თელი კვირა შენ ლელუსთვის ხმა არ გაგიცია სამაგეროთ ორ მუსიკა არ გაგიცია მოხვედით ჩემთან არც კი ესაუბრე სამაგეროთ რატო არ მასაუბრებ იმიტომ რომ აი ეს კონკრეტული წინადადება გინდა რომ გადაცემა ის ჩაჯოს თემი ადრე ჯავახასი გზნობები ვაფშე არ გაინტერესებდა თქვენ ინტერესები და თქვენ გინდათ ეხლა რაღაც ისეთი და ადამიანმა მითხრა ისეთი სიტყვა რომ დამშვიდი იმ მომენტში და ანუ ადამიანურად და შენი სიტყვები ეხლა ეგეთი იყო რა იცი რა რაც ისაუბრე ანუ სიმართლე გაჟღინ გავუკეთა ჩვენი აზრით გავუკეთა ჯავახამ ეს კარჩე დავით რაც გინდა ეს არის ბინძული თამაში ეს რაღაცებს გაკეთება არ შეიძლება და ჩვენ გქონდა იმის უნარი უბრალოდ რომ გაგვეჟღერებინა ჩვენი მოსაზრება ეხლა შემოდიან და რას აკეთებენ ადამიანები რა ვიცი ხალხო მალადეს რა მოხდა ასეთი რაღაცეების მოგხდება და ასეთი რაღაცეები თუ თქვენ შეგიძლიათ რა მოხდა რავი აქ აღარაფერზე აღარაა საუბარი რა იყო რა ხდება რა პანიკა ჩემზე იყო საუბარი თუ სხვაზე შენი ნასახელი ნახსენები იყო და რა პონჩი მე რა შუაში რასთან დაკავშირებით იყო რა საუბარის დაიწყეს მუზემა და საიდანაც შემოუარეს და სადამდეც მიიყვანეს, ეგ იყო ადამიანზე, ანუ ცდელობა რომ მეორე ადამიანი ერთი მეორეს დააჯახოს. ჩამოთვალეს ეს მიზეზები და გამომდინარე და ვის აწყობდაო ესეთი რაღაცაო, აბა თუ იცითო. აი ესე შემოუარეს, დიასაო უთხრეს, რომ ჯავახა ამხტარიყო ამაზე, როგორც ყვირის ხოლმე, მომვარდნოდა მე დაეწყო ჩემი გაშავება და ჯავახასთან ერთად მე რა თქმა უნდა მუზებით ჩაერთვებოდა და ეს სამი ერთად დამესხმეოდა თავს. ეხლა მე მაბრალებენ, რომ შენ მე გაგიტეხე ჩათი? დაჯერდით ძმა. ანუ დედას პიცა ვარ. მაგას გაბრალე. აი ძმას პიცა ვარ. აღარ ვიცი რა მეცინება დედას პიცა ვარ რა. რეიტინგის დაცემის რეკორდი მოხსენი ხალხო. ანუ რეკორდი მოხსენი რეიტინგის დაცემის. ჩემი ის განადგურებულია. ანუ ერთი ძველი მონაწილე ფაქტობრივად ჩამოშორებულია. რჩება რამდენი მონაწილე? ორი ძველი მონაწილე. ამ ორიდან ერთ-ერთს ემართება ეს სიტუაცია კიდე პლუს. ანუ რა გამოდის? ორი ძველი მონაწილე ფაქტობრივად ჩამოშორებულია. ვირჩება გამარჯვებული. ძალიან გთხოვთ რა. ლოგიკა, მაშინ ლოგიკით მივყვეთ. ლელუ, შოკში ვარ, როგორც წამებში შეგიძლია სიტუაციის შემოტრიალება, მაგრამ ეს შენ არ შეგიძლია. ეს არის დარიგებული სცენარი, რომელიც შენ უბრალოდ გააჟღერე. ბავშვებო, იცით რომ ელით ფუდმა ახალი პროდუქტები დაგვიმატა? აუ, აი და მართლა. გაგიზდებით. მოკლედ, გვაქვს კიდე ქაბაბი და ნაგეტსები. აუ, მართლა, რა რომელი გავაკეთო? აუ, ნაგეტსები მინდა, მე ძალიან მინდა ნაგეტსები, მეც მოგეხმარები. საიცა მე გამოვიხეთ. კაი, მიდი. ეს მაინც გავაკეთო. რამდენი? ორი გამოვიხე და ეგრევე გემრიელად ვარ. სამო. ამაეთი რა არის მახსოვება?
მალე გოგო, მალე ძალიან შიაო. ვაიმე მე სლაიქეთ როგორი დაბროწილია. დავნახოთ ერთი ამას როგორი ბილდია. ბილიკი რა ხაში. ბილიკი აგრომერია. ძალიან გემრიელია ნამდვილად. შენ შეკი ყვატ. მე ასე მარტივად არ პატიობ ხალხს არაფერს. პატი რა გვაქვს საპატია? ბელი გაპატიო და გადავიშავე. შეგიძლიათ? ზუსტად ეგ არის რომ არაფერი დამიშავებია, ზუსტად მაგიტოზე ვარ სკამზე. არა, მე რა დაგიშავე? ზუსტად ეგ არის რომ არაფერი დამიშავებია, მაგიტოზე ვარ სკამზე. მე კარგი ბიჭო ზიხარ და მე დაბრუნდები უკან რა პრობლემაა? და მე რა დაგიშავე? ანუ მე ის დაგიშავე რომ შენ სკამზე ზიხარ? არასწორად, არ შენ ჩემი და გადადგმული ნაბიჯები არ დააფასე. შენც ჩვენი კაცო, მაშინ. ჩამოგვინდია კეთილი. ჩემი კაი, აგე? ყველაფერი უთხარი თქვაც მინდოდა რა. თინათ ბოლო კვირა არის ჩემი და მოდი ერთი ჩაგეხუტო გემრი. ანუ არა, გაშიშვლებული. ნახე როგორ კაცი ვარ ზე. გაშიშვლებული კაცებთან ახლოს არ მინდა? არ მივდივარ. არ მიდიხარ? კაი დავიძინოთ ახლა. ხო, კაი, მაგრამ. ძალიან მეგობრებო.